ესე ახლოს საქართველოს საკუთარ ეროვნულ ამოცანასთან ევროპაში გაწევრიანების არ მისულა. სექტემბერში იმედი გვაქვს, რომ გაფორმდება ეს შეთანხმება და ჩვენ თავდაცვის სამინისტროს ეს გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენ ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად გავხდეთ მონაწილეები სტაბილიზაციის და სამშვიდობო ოპერაციების. ჩვენ ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ნატოს ოპერაციებში მონაწილეობდით და დღეს მათ აქვთ სურვილი და უკვე გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომ საქართველოს ჩვენი შეიარაღებული ძალები არიან იმდენად სანდო, რომ მათთან ერთად გააგრძელონ სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა. კონკრეტიკა ჯერ არა გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი ამ პროცესის და მე ვარაუდობ, რომ წლის დაახლოებით 6 თვის შემდეგ ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული სტრატეგია გვექნება ევროპელებთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოებაც, ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, ასე ვთქვათ, სიკეთის მიღებას ვაპირებთ ევროპისგან, არამედ ჩვენ ასევე გვექნება უსაფრთხოების სხვადასხვა გარანტიები ჩვენი თანამონაწილეობით.